დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა ყოფილი შეფმზარეული, მოქმედი ხელოვნებაცოდნე და მომღერალი საბა ადამაშვილი. მოგწან. გამარჯობა საქართველო. სალამი. ოპა. დაბრძანდით პატრიცემულო. დედა როგორ სიმპათიურად გამოიყურება. სხვათა შორის, პატრიცემულო საზოგადოება ვინც არიცით და ტელემაყურებლებსაც შევახსენებ, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენ 2 წლის წინ ბრძანდებოდა ჩვენთან და მისი გაკეთებული ხაჭაპურის გემო სხვათა შორის ძალიან ბევრს ახსოვს აქ. ყველა კი გიცნობ, მაგრამ მე რომ არ გიცნობ, კარგად და მინდა რომ გაგიცნო. მომიყევი აბა, რამდენი წლის ხარ შენ? 6-ის გავხდი. რას საქმიანობ, მითხარი, რაზე ოცნებობ? ვოცნებობ, რომ მე თვითონ შევქმნა მანქანა. მანქანა? და მიყვარს ტანკები. ტანკები? ხო. ტანკები არ ვარგა. ისე მე გითხარი ჯარისკაცები. თამაში და გიყვარს? 26 მაისობანა. 26 მაისობანა, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულისხმობ, იქ რო დადიან ხოლმე აღლუმზე ქართული ტექნიკა რო არის, ის კარგია ხოლმე. ეგ კარგი არის, აპლოდისმენტები, სადაც ჩვენები არიან, ყოველთვის ყველაფერი კარგია, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღეს. კიდე რა ოცნებები გაქვს, მითხარი? მინდა გამოვიდე ტყის მცველი. ვინა? ტყის მცველი. ტყის მცველი უნდა რომ გამოვიდეს. რა მაგარი სურვილი არის. ტყე გიყვარს ძალიან და ბუნება? კი. დაგირგავს ხე მაგალითად. კი. მართლა? დავრგე ნაძვის ხე. შესანიშნავი აპლოდისმენტები. იმ ნაძვს მერე უვლიდი? კი. იმას წყლის დასხმა უნდა იმ ნაძვს? კი. გაიზარდა? კი. მაგრამ ვიღაცამ გადარგო სხვაგან და წაიღო სახლში. ერთი ეგ მაპოვნინა მე ვინც ეგ გააკეთა. მე როგორც გავიგე, საბაო თავისუფალ დროს, როდესაც აქვსო, მუზეუმებში დადის ხოლმე, მართალია? კი, მართალია. ფიროსმანის მუზეუმშიც ვიყავი და ფიროსმანის ნახატ იცი რომელი მომწონს? რომელი? მომწონს კახეთის ძველი მატარებელი და თვითონ ფიროსმანი იცი სად დაიბადა? კახეთის მირზაანში. მირზაანში დაბადებულა, ხედავ? გიყვარს შენ მხატვრობა როგორც მე ვხედავ, მართლა? შენი საყვარელი მხატვარი ხო არ არის ფიროსმანი? კი, მიყვარს. ქართველი მხატვრების გარდა ვინმე სხვა მხატვრები თუ მოგწონს შენ, რომელიმე სხვა ვან მხატვარი? გოგი, მზესუმზირები ვან გოგის. ვან გოგი მოგწონს და მზესუმზირები. შესანიშნავია, გადასვლა ფიროსმანიდან ვან გოგზე, ისა რამდენი წლის ხარ შენ გამახსენე? 6-ის გავხდა. და აი ასეთი, ესე იგი, გემოვნებიანი ადამიანი ყავს უკვე მომბრძანებული აქ. მუსიკა საერთოდ ზოგადად თუ გიყვარს? მუსიკაც მიყვარს. კი. საყვარელი კომპოზიტორი თუ გყავს? მოცარტი. მე-40 სიმფონია. მოცარტის გარდა ვინ მოგწონს კიდე? ბეთჰოვენი, მაგრამ ბეთჰოვენის ცოტა მკაცრია, მაგრამ გრანდიოზული. მართალია ბეთჰოვენი მკაცრია, მაგრამ გრანდიოზულია. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. კარგი, პოეზია ხომ არ გიტაცებთ კეთილო ჩემო? კი, ლექსები მიყვარს ლადო ასათიანის. იცი რამე ლექსი ლადო ასათიანის? კი, სალახობ. გვეტყვი? კი. მიყვარს მე ძალიან ეგ ლექსი. აბა, ხომ, ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივიდა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზი მინდა. კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რა გინდ კარგი ცოლი ყავდეს, მაინც ენატრება სხვისა. დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელ დაეცეს, გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს. გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს. დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასვენია, ჯერ ხომ ცხეთი სვეტი ცხოვლის დიდ ტაძარში, საქართველოს ცხელი გული ასვენია. დაუკარი დაიმღერეთ ისე მაგრად, რომ
ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს. დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მრად, რომ ცხოვრება ვერასდროს ვერ დაგვაბეროს. დაუკარით დაიმღერეთ შადიანი, ფიცხელ ომში რომ ღეროდა მაჩაბერი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების სასაფრენი. 9 ლახვარი რომ დამარტყან 9-ჯერ გულში, ტყის ჯინაზე 9-ჯერ მწარედ გავიცინე. დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასტუმალზე ერთხელაც არ დავიცინე. დაუკარი ძველებური ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება, გაფრინდება სიყმანწვილე შფოთიანი, წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება, ვაშკაცა, გული რკინისა, აბჯარით უნდა ხისტანი, თვალნი ქორებულ მხედავნი, ზედ მუხნი შავარდნისანი. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული, თამარ დედოფლის დარბაზივითა. ოჩა ვინ გასწავლეს აი ამ ყველაფერს ახლა შენ მე მითხარი? ბებია. ბებია? აქ არის ბებია? აი, წვანე მაიკიანი. ბებია ესა კაცო? გამარჯობათ ბებია. კიდე ვინ არის მოსული ბებიის გარდა აქა? არის ჩემი ბიძა, ბიძა? კიდევ დედიკო, პაპა მოგესალმებით. და მამა შალვა. მამა შალვასაც მივესალმებით, მოგესალმებით ყველას. კიდევ არიან 2 ადამიანი. ხო, აი ბუფონს რო გოლი გაუტანა ეგეთი კაცი ვიცი. კი მეორეს ქვია შაში. აი აქეთ რომ ის ეგ არის ლომაია. აჰა, კი ბატონო, ნამდვილად ეგ გახლავთ. მოგესალმებით პატივცემულო. მე ისიც ვიცი, რომ თქვენ სიმღერაც გეხერხებათ პატივცემულო. ეს მართალია, სწორად ვიცით ჩვენ? რა თქმა უნდა. რა უნდა გვიმღეროთ თუ რა თქმა უნდა გვიმღერებთ და ინებებთ? თბილისის მზეს. შესანიშნავი სიმღერა არის ლილიკო ნემსაძესი. კარგით, მაშინ ნუღა გადავდებთ და მოусმინოთ საბა ადამაშვილს. შეცას რომ დანდადანის ფერი ედება შორიდან გაისმის ზარების ხმა ენდება დაიხრება სხივები თბილი მზის
შესანიშნავი შესრულება. მარტო თბილისმა კი არ გაიღვიძა, კეთილმა გზნობამ და სითბომ გაიღვიძა გულში იმ სიმღერის შემდეგ, რომელიც შენ შემოგთავაზე, ჩვენო ძვირფასო პატივცემულო საბა. ახლა შენ იცი რა სიმსახურებ? საჩუქარს სიმსახურებ ნამდვილად და პირველ საჩუქარს ჩვენ მოგვიტანს ვინ? ფაგიო. ფაგიო. აპლოდისმენტები. მოემართება ჩვენთან ფაგიო. აი ასეთი საყვარელი და მოაქვს სპეციალურად საჩუქარი შენთვის. საბათვის ეს არის შესანიშნავი ნაკრები ფაგების, იმისათვის რომ არ გაცივდე და არ მოგეკაროს ანანაირი ინფექცია. დედამ იცის ფაგიო. და კიდევ უნდა მოვიდეს საჩუქარი შენთან, რომელსაც მოიტანს ლოკომოკოს ლომი. დიდი მადლობა ფაგიოს და ლოკომოკოს ლომს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენს დღევანდელ სტუმარს საბა ატამაშვილს. აპლოდისმენტები.